რიგში გეტყვით იმას, რომ ამ წუთებში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე, რაც შეეხება თავად ფაქტს, აქ მაცხოვრებლები TV-თან საუბარში აცხადებენ, რომ დღის საათებში, დღის მეორე ნახევარში გაიგეს ხმაური, დაინახეს რამოდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც მიჰყავდა უკვე დაჭრილი ეს ორი ახალგაზრდა, რომლიდანაც ერთ-ერთი არის არასრულწლოვანი, 17 წლის, ახლა ორივე მათგანს გორმეთში utardeba გადაუდებელი ოპერაცია, როგორც ჩვენ ვესაუბრეთ ექიმს, როგორც ექიმი აცხადებს, შემავალი ღრმა ჭრილობები აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაჭრილ ახალგაზრდებს, რაც შეეხება თავად ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავს ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც ფიგურირებენ აღნიშნულ დანაშაულში, ერთი მეორის მიყოლებით გრძელდება ახლა გამოკითხვების სერია პოლიციაში, რაც შეეხება მუხლს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც განზრახ-მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში. სავარაუდოდ დამამძიმებელი გარემოება ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ დანაშაულში ფიგურირებს არასრულწლოვანი ერთ-ერთი არის 17 წლის, როგორც გითხარით, რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, აქ მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი დეტალი, პროკურატურა პირადად ჩაერთო საგამოძიებო მოქმედებებში, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სხვა შემთხვევებში, თუნდაც მკვლელობა და სხვა კრიმინალურ შემთხვევებში ხშირად არ ხდება ხოლმე, როდესაც პროკურორი თავად მოდის შემთხვევის ადგილზე. ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, რა განსაკუთრებული შემთხვევა იყო ეს, ან ვინ ფიგურირებდა აღნიშნულ დანაშაულში, რის გამოც საჭირო გახდა პროკურორის უშუალო ჩართულობა, თუმცა ჩვენ პროკურორისგან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა მივიღეთ დაპირება, რომ მოგვიანებით გვიპასუხებდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება კლინიკას, ჩვენ ველოდებით ბოლო ცნობებს, თუ როგორ დასრულდება აღნიშნული გადაუდებელი ოპერაცია. ესე მოდიოდები წაექსაგერიხო ცუდად არის ხარავო. სასწრაფო დაუძახეთ მეტი ვერაფერი. ესე გამარგონა ერთი კი წაიქცა, მე დაჭრილი იყო სულ გამოდიოდა მეორე იქ. დროზე წამოდიოდა, ვეღარ თუ მანგონი ვკვდებიო რა, გულმეპარებაო და დავარდა მე ბიჭი იქა. ამუბნის მაცხოვრებლები იყვნენ? არა. იმდენ აქ ცხოვრობდა არ ამუბნის. მაცნობიერებნი არის. მალე მოვიდა სასწრაფო. არა. დააგვირეს. ჩორჩქოლზე, ხმაურზე გამოვარდი აივანზე და უკვე აი ამ ტერიტორიაზე ეგდო. ბიჭები დასტრიალებდნენ და არ დაიძინო, ვაიმე კვდებაო. მე მოვიდა პატრული და სასწრაფო და წაიყვანეს. ჩვენთვის საერთოდ უცხო პიროვნებები იყვნენ. ჩვენ ეზოს რამდენი იყვნენ და? ურმე ძალიან ბევრნი. აი ვერ დავთვლიდი. ხმაური იყო და გარბოდნენ, არასრულწლოვანი ბავშვები იყვნენ და მე რამოდენიმე ხნის მერე უკვე პოლიციაც მოვიდა, პოლიციასთან ერთად მე რაღაც გარკვეული დროის მერე სასწრაფო დავინახე. ბახთან უამრავი პოლიცია იყო მობილიზებული და მე როგორც ინფორმაცია გავიგე, ორი ადამიანი არის დაჭრილი, ერთი 17 წლის და მეორე სრულწლოვანია როგორც ვიცი. ახლობელა ჩემი დაჭრილიაო და გავრბივარ მეც, აი არაფერი არ ვიცი მეტი. რამდენი სერიოზული მდგომარეობა არის? არ ვიცი, ეხლა მივდივარ გასაგებად. ეს წუთია გვაცნობებს, რომ დაჭრილი ახალგაზრდების ოპერაცია დასრულდა. ექიმის ინფორმაციით, ახლა ეს ადამიანები პოსტოპერაციულ პალატაში არიან გადაყვანილები და როგორც გორმედის ექიმი მერაბ მაისურაძე გვეუბნება, მათი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.